ორი საათი რჩება აქციამდე, რომელიც თბილისის მოლთანაა დაანონსებული. ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ დღევანდელი შეკრების განსაკუთრებით ეშინიეს რეჟიმის გადაწყვეტილებებშიც გამოჩნდა. მაგისტრალის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული გახადეს, თუმცა იურისტები განმარტავენ, რომ კობახიძის დადგენილება არ შეიძლება ჩაითვალოს კანონიერად. მათივე თქმით, განკარგულების გამოცემით რეჟიმი შეეცადა კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების დაშინებას, რაც არ იმუშავებს. ოლიგარქის პარტია პროტესტის ჩახშობას ცდილობს აქტივისტების დაპატიმრებითაც. ისაკოდევიძე, რომელიც პოლიციამ გუშინ აიყვანა, ადვოკატის ინფორმაციით ნაცემია. ის შიმშილობს. აქტივისტთან ცოტა ხანში იურისტი შევა ლიზი ვეკუა დეტალებით გვერდდება პირდაპირ ეთერში. გიორგი, ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიგმის მთავარ სამმართველოსთან, სადაც გუშინ გადმოიყვანეს სამოქალაქო აქტივისტი ისაკოდევიძე, ახლა გამოვიდა მისი ადვოკატი, სწორედ ისაკოდევიძისგან. გამარჯობა, ლაშა პირდაპირ ეთერში მუშაობთ, ამიტომ კითხავთ, თუ შეიძლება გვითხარით, როგორი ახლა ისაკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და იცით თუ არა, როდის არის ჩანიშნული მისი სასამართლო პროცესიც და რა შედავებიან მას კიდევ ერთხელ შევახსენოთ მაყურებელს. სამწუხაროდ ამ დრომდე არ ჩანიშნულა სასამართლო პროცესი. შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებს იმანკიერ პრაქტიკას და სურს რომ 48 საათი გაწელოს ისაკოს პატიმრობა. გუშინ რა თქმა უნდა ის საგამოძიებო მოქმედებები იყო არაკანონიერი და დღესაც ჩანს, ხო, არავით არ იმტკიცებულები შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს ის გამოგონილი სისხლის სამართლის საქმეზე. ადმინისტრაციულად კი უბრალოდ დააკავეს, იმიტომ რომ უნდათ რომ ისაკოზე მოეხდინათ რეპრესიები, მაგრამ ისაკოს არ ეშინია და ისაკომ გადმოცა, რომ მე ხალხს უთხრა რომ არ შეეშინდეთ ამ რეპრესიების, იმიტომ რომ თვითონ რაც შეატყო პოლიციის თანამშრომლებს და სისტემას ისინი არიან უკვე აგონიაში და ტყდებიან. აქედან გამომდინარე აუცილებელია თავისუფალი ადამიანების აქტიურობა, ისაკო ისევ აგზელებს შიფშილს, ყველა სოლიდარულია ყველა იმ პატიმრის მიმართ, ვინც არის პოლიტიკურად დაკავებული და ყველას თხოვს, რომ ყველა მოქალაქე და თავისუფალი ადამიანი იყოს მხნედ და იბრძოლოს სისტემის წინააღმდეგ. რაც შეეხება გუშინდელ ძალადობებს, ისე კონკრეტს განვიმარტა, რომ იმ პოლიციელებს არ ეკეთათ სახეზე ნიღბები და სპეციალური საგამოძიებო სამსახური. თუ როგორც ყოველთვის თამაშობს ხოლმე საგამოძიებო ბანას და ის არ იძიებს საქმეებს, ამ ერთხელ მაინც თუ ჩათვლის საჭიროთ, რომ აღნიშნული საქმე გამოიძიოს, შეუძლია რომ ისაკოსთან შევიდეს და ის მოძალადე პოლიციები, რომელიც ორჯერ იძალადეს ისაკოზე, მათ არ ეკეთათ ნიღბები და სრულად ამოცნობადია. ათეულობით კამერა არის გარეთ, სადაც ისაკო დააკავეს და შესაძლებელია იმ ადამიანების იდენტიფიცირება და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომელ სამმართველოში დააკავეს, რომელ სამმართველოზე. შემდეგ მოხდა თავისუფალ ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. და პირველ რიგში მინდა რომ აღვნიშნო, არც საქართველოს დროშა, არც ევროკავშირის დროშა ამ ეტაპისთვის არ დაუბრუნებიათ ისაკოსთვის და არც ის თანხა, რომელიც დედის ოპერაციისთვის სჭირდებოდა. ძალიან დიდი მადლობა თქვენ უსმენთ ლაშა ტყეშელაძის ისაკოდევიძის ადვოკატს. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი ცდილობდა, რომ ჩაექშო სამოქალაქო აქტივისტების, აქტიური ადამიანების პროტესტის ხმა, თუმცა დღეს კვლავ არის დაგეგმილი აქცია თბილისი მოლთან და ის შედგება და კიდევ ერთხელ ქართველი ხალხი დააფიქსირებს საკუთარ აზრს ბიზნა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.